ახალციხის მერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. გიორგი კოპაძის განცხადება ქალაქის საკრებულომ განიხილა და მიიღო. კოპაძის გადაწყვეტილება დეპუტატებს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გააცნო. დავით ლომიძე მისი მუშაობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებზე ისაუბრა. დეპუტატებმა ქალაქის მერი დარბაზიდან ტანშით გააცილეს. გიორგი კოპაძის თქმით, მერიის შენობიდან შტაბში გადაინაცვლა, საიდანაც წინა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. თქვენ კარგად იცით, ძალიან კარგად მეხერხება ეგ საქმე. შტაბის უფროს დაუნიშნავ უკვე შერჩეული მყავს რამოდენიმე კანდიდატი, იქიდან საუკეთესოს ავარჩევთ. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ახალი ვიცემერი წარუდგინა. ილია ზარდიაშვილმა 9 აგვისტოს თანამდებობაზე ზაზა თამარაშვილი ჩაანაცვლა. ამ დრომდე მას ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ვიცემერად დანიშვნიდან ერთ დღეში ილია ზარდიაშვილი მერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პრიორიტეტი ცალსახად იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, იქნება პრიორიტეტი ის, რომ ვიზრუნოთ ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მაქსიმალურად მხარში დგომას პირდებით ადგილობრივ მოსახლეობას. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მალე გადაწყდება შუალედური არჩევნების თარიღიც, სადაც არ არის გამორიცხული ქართული ოცნების მერობის კანდიდატად ილია ზარდიაშვილი დასახელდეს. ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე არც იმას გამორიცხავს, რომ ახალციხეში შუალედურიც საპარლამენტო არჩევნებთან ერთად 8 ოქტომბერს ჩატარდეს. CSKO იზრუნებს ამასთან დაკავშირებით, ალბათ კანდიდატურას წამოაყენებენ პარტიები და კენჭისყრაზე დადგება უკვე არჩევნებზე, დადგება მერის სრულუფლებიანი მერი რომ ავირჩიოთ, აუცილებლად არჩევნები უნდა გაიაროს, იმიტომ რომ ერთ წელზე მეტია დარჩენილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ერთ წელზე ნაკლები რო ყოფილიყო დარჩენილი, მაშინ გააგრძელებდა მოვალეობის შესრულებას ვიცემერი. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ზედმეტი ხარჯი არ გაწიოს, ახალციხეში შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნება. მიიჩნევს საკრებულოს დეპუტატი გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან. ჯიმშერ გოგოლაური ქალაქის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აფასებს. გიორგი კოპაძე რომ პარლამენტში მოხვდეს, საერთოდ კაცშვილი მაგას ვეღარ იპოვის და საერთოდ დაიწყებს მეგონი ახალციხეს და ახალციხელებს. და ამ ზაზა თამარაშვილთან დაკავშირებით მე გეტყვით, რომ ზაზა თამარაშვილი იყო ვიცემერად, როგორც ყველას კარგად მოგეხსენება, მაგრამ არაფრის გამკეთებელი ეგ არ იყო. ეგ იყო პროსტო იჯდა და ხელფას იღებდა და არანაირ გადაწყვეტილებას მაგი არ იღებდა. და ზარდიაშვილთან დაკავშირებით მე როგორც პიროვნებას, არ ვიცნობ აქ პიროვნებას და მასთან დაკავშირებით არ შემიძლია რაიმე კომენტარი გავაკეთო. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით შუალედური არჩევნების თარიღი მერის გადადგომიდან 11 დღის ვადაში ინიშნება. რაც შეეხება ახალციხის ყოფილ ვიცემერს, გიორგი კოპაძის გადაწყვეტილებით ზაზა თამარაშვილმა 9 აგვისტოს ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. მანამდე კი 2 წლის განმავლობაში ციხის უფროსის მოვალეობას ილია სიდამონიძე ასრულებდა.